სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ბიბლია ყოველდღე. მოგესალმებით ყველას მეგობრებო. დღეს მოკლედ მინდა ვისაუბრო წირვის შესახებ. აქვე გეტყვით რომ მე არხზე მაქვს წირვის გამარტება, ესე ვთქვათ, სრულად, ვრცლად, დეტალებში და ვისაც გაქვთ სურვილი შევძანდით იქ თუ ავშტები 5 თუ 6 ნაწილისგან შედგება, ანუ 5 თუ 6 ვიდეო არის და სადაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სრულად, დეტალურად არის წირვის გამარტება, ძალიან საინტერესოა და მაგრამ დღეს ვისაუბრებთ ასევე წირვის გამარტებაზე, მაგრამ მოკლედ და აქვე მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში დადის წირვაზე და სამწუხაროდ არ იცის წირვის მნიშვნელობა, თუ რა ხდება წირვაზე, რატომ ესე იგი გამოდის დელი ჩრდილო კარებიდან, ესე იგი რატო შედის აღსავლის კარს, საერთოდ რა არის პროსკომიდია. მოკლედ აზრი არ იცის და ეს ძალიან ესე ვთქვათ, მოდით პირდაპირ ვთქვათ, კარგი არ არის. კარგით, ნახეთ, დღეს მინდა ვისაუბრო, ნახეთ, ყველას მნიშვნელოვან საკითხს შევეხები, რაც შეეხება წირვას და ამიტომ ესე იგი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ლიტურგია, მეგობრებო. ლიტურგია, ანუ წირვა, საღვთო ლიტურგია არის ეკლესიის მთავარი მსახურება, სადაც სრულდება წმინდა ზიარების საიდუმლო. ანუ პური და ღვინო იქცევა ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და სისხლად. და ესე იგი ჩვენ მოწმეები ვეზიარებით. ეხლა ლიტურგია მეგობრებო, წირვა იგივე, ხო? ლიტურგია ნიშნავს საერთო მსახურებას, რადგან მთელი ეკლესია ერთად ლოცულობს ცოცხალთა და მიცვალებულთა ცოდვებისათვის. ასევე მას ეწოდება მეგობრებო ევქარისტია. ევქარისტია, ანუ მადლობის გადახდა და მადლიერება, ხო? მეგობრებო, წირვაზე იხსენება იესო ქრისტეს მთელი ცხოვრება, შობიდან ამაღლებამდე. აი მთელი ცხოვრება გაივლის ქრისტეს. როგორც ეს საინტერესოა, ხო? სამი მთავარი ნაწილისგან შედგება ლიტურგია. პირველი, რაგაც ქვია კვეთა, ანუ პროსკომიდია. აქ მღვდელი ამზადებს პურსა და ღვინოს ზიარებისთვის, ხო? ანუ სეფისკვერიდან მზადდება ტარიგი, ну ქრისტეს ეს თქვა სიმბოლო და იხსენებიან ასევე ღვთისმშობელს, წმინდანებს, ცოცხლებსა და მიცვალებულებს. ანუ ეს ნაწილი სიმბოლურად გვახსენებს ქრისტეს შობას და ჯვარცმას. ეხლა მეორე ნაწილი. კათაკმეველთა ლიტურგია, მეგობრებო. ეს არის ასე ვთქვათ, სწავლება მოძღვრებითის ნაწილი და აქ სრულდება, ანუ ფსალმუნები ითხრება ხო, მცირე გამოსვლა სახარებით, ქრისტეს ქადაგების სიმბოლო არის, მღვდელი რო გამოდის ხო სახარებით. და სამოციქულო და სახარების კითხვა. მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ ძალიან მოკლედ ვსაუბრობ და ვისაც გნებავთ, სურვილი გაქვთ, სრულად დეტალებში ვსაუბრობ და განმარტავ მთელ წირვას, კიდევ 5 თუ 6 ნაწილისგან შედგება, შევბრძანდით არხზე და მოусმინეთ. პირდაპირ უნდა აკრიბოთ, ესე ქვია, წირვის გამარტება და ამოაგდებს ვიდეოს პირველი, მეორე, მესამე და ასე შემდეგ 5 თუ 6 ნაწილისგან შედგება. ანუ ნახეთ, დაუბრუნდეთ მეორე, ანუ კათაკმეველთა ლიტურგია, ანუ ამ ნაწილში ანუ თავად ქრისტე გვესაუბრება ჩვენ სახარების მეშვეობით, ხო? ბოლოს კათაკმეველნი, ანუ კათაკმეველნი საერთოდ ეს მოუნათლავნი არიან, ესე იგი ტოვებდნენ საერთოდ ტაძარს. და მესამე ნაწილი, მეგობრებო, ეს არის მართალთა ლიტურგია. ანუ ეს არის ყველაზე წმინდა ნაწილი, მეგობრებო, სადაც სრულდება, ესე იგი ზიარება.
ეხლა მთავარი მომენტები რა არის? ნახეთ, დიდი გამოსვლა, ანუ ძღვენის გადასვენებაა, ხო? დიდი გამოსვლა, მეგობრებო, ეს ნიშნავს ქრისტეს გზა გოლგოთაზე. შემდეგ მრწამსი, ხო, მრწამსი ეს არის, სარწმუნოების ჩვენი აღიარება, წმინდა ძღვენის კურთხევა, ანუ პური, წმინდა პური და წმინდა ღვინო გარდაიქმნება ქრისტეს ხორცად და სისხლად. ანუ შემდეგ უკვე ბოლო ესე იგი ზიარება არის, სადაც უკვე ჯერ მღვდლები და შემდეგ უკვე მორწმუნეები გამოდის მღვდელი, აღსავლის კარები იღება, მღვდელი გამოდის და მორწმუნეები ეზიარება. ანუ ეს მეგობრებო არის ზიარების ასე ვთქვათ, ანუ უпроსტად წირვის ცენტრი და გული, ხო? ზიარება არის წირვის ლიტურგიის ცენტრი და გული. ანუ ლიტურგიის დასასრულს მეგობრებო ეს არის მადლობის ლოცვები, ესე იგი მღვდლის კურთხევა, ხო, მშვიდობით წარვიდეთ, ხო, ანუ მოწოდება ქრისტიანული ცხოვრებით გაგრძელებისკენ, ქრისტიანული ცხოვრებით, ხო? ანუ შემდეგ მორწმუნეები ემთხვევიან ჯვარს და იღებენ სეფისკვერებს. ესე იგი მოკლე კიდევ ერთხელ დასკვნა რა არის წირვა? ლიტურგია არის ქრისტესთან შეხვედრა, მადლიერება, სწავლა და ერთობა. ესე იგი აქ ეკლესია ცოცხლად განიცდის ქრისტეს შობას, ჯვარცმას, აღდგომას, ამაღლებას და ზიარებას. მეგობრებო, კიდევ ერთხელ მესამეჯერ გავიმეორებ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ ჩვენ ვდგავართ წირვაზე, ხო, ეს საათნახევარი. ესე იგი, რა ხდება წირვაზე? წირება, ესე იგი, რა მნიშვნელობა აქვს, სიმბოლური დატვირთვა აქვს, შედის, გამოდის, რომ გამოდიან ესე იგი ჯვრით, ყველაფერი, ძალიან საინტერესო არის, სახარება რომ ესე იგი იკითხება, ანუ შევბრძანდით, კიდევ ერთხელ ვამბობ, წირვის გამარტება ესე პირდაპირ არის არხზე და 5 თუ 6 ნაწილისგან შედგება და აუცილებლად მოусმინეთ და უახლოეს პერიოდში ღვთისწყალობით მინდა ასევე ლოცვაზე გავაკეთო გამარტება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, მადლი უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მეგობრებო, დიდი თხოვნა, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, მოიწონეთ, დალაიქეთ და აუცილებლად თხოვთ გააზიარეთ და ესე ვთქვათ, ამით თქვენ დაეხმარებით არხს ახლის განვითარებაში და ასევე ღმერთმა შეგიწირო და ღმერთმა გაგახაროთ. დიდი მადლობა.